დილიდან საკმაოდ აქტიურად იწერება სოციალურ ქსელებში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაკავებულები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სავარაუდოდ 23 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით საკანონმდებლო ორგანოსთან. მათ შორის დაკავებული არის მთარგმნელი და მწერალი გამომცემლობა ინტელექტის ერთ-ერთი წევრი ზვიად კვარაცხელია. ასევე გავრცელებული არის მისი დაკავების კადრები. ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა. ამ კადრებს აგვცელებს საჯობავა, ასევე მთარგმნელი და გამომცემლობა ინტელექტის წევრი, ამ გამომცემლობის წევრი. ცნობილია, რომ ამ ვიდეოში სამართალდამცველებმა მას წარუდგინეს ბრალი და მას ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ თარიღზე არის საუბარი. ძალოვან უწყებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებია. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, რომლებთან შესახებაც იწერება აქტიურად სოციალურ ქსელებში, მათ შორის არის ასევე ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მისმა დედამ დოდო შონავამ გაავრცელა ინფორმაცია დაკავების შესახებ. თავდაპირველად Facebook პოსტზე მან დაწერა, რომ ახლა დაურეკეს პოლიციიდან და დაკავებულია მისი გძალი, ანუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე, მაიკო ბოკერია. ასევე მოგვიანებით მან დაახლოებით რამდენიმე წუთში დაწერა, რომ ხელმეორედ დაურეკეს საპატრულო პოლიციის განყოფილებიდან და თქვეს, რომ უკვე დაკავებული არის თავად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მეზობელს უთქვამს შინდისიდან ცოლ-ქმარი ერთად წაიყვანესო. ეს არის პოსტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა დოდო შონავამ სოციალურ პლატფორმა Facebook-ზე. ამ ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ ასევე ადასტურებს ნინო ზაუტაშვილი. ამჟამად ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი ჟურნალისტი და გადაცემა ღია სიუცის წამყვანი. მისი პოსტი გამოქვეყნდა სულ რამდენიმე წუთის წინ Facebook-ის პლატფორმაზე. არ ვიცი რა ვთქვა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაია ბოკერია დააკავეს, აიყვანეს სახლიდან, როგორც გავიგეთ, სახლში 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ადვოკატებთან ერთად გავარკვევთ, სად გადაიყვანეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ასევე მისი მეუღლე. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებითაც ოფიციალურ უწყებებს ინფორმაცია არ გავრცელებიათ. რომ დავუჩეთ ჟურნალისტების და მედიის ნაწილში, მაშინ უნდა ვთქვათ ასევე ისიც, რომ დაკავებული არის გიორგი ლიფონოვა, ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი და რეჟისორი. მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ჯერჯერობით მხოლოდ ნინო ჟიჟილაშვილი, ტელეკომპანია ფორმულას დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აკავებენ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებს ან თანამშრომლებს. უკვე პატიმრობაში იმყოფება 3 თანამშრომელი, ვახოსანაია, კეთაწიცქიშვილი და ასევე ცირა ჟვანია. მათ სასამართლომ სხვადასხვა დღით სხვადასხვა ვადით მიუსაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა, მათგან ყველაზე მეტი ვადით შეფარდებული აქვს პატიმრობა სწორედ ცირა ჟვანიას 10 დღით განისაზღვრა მის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, სამოქალაქო აქტივისტები აქტიურად წერენ. ანა ბდეიანი წერს, რომ დაკავებულია ნინო ლაღიძე, რომელიც აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე ყოველდღიურ უწყვეტ პროტესტში და გადაყვანილია ნაძალადევის განყოფილებაში, კონკრეტულად კი სამღერეთის ქუჩაზე არსებულ განყოფილებაში, როგორც უკვე შემდგომ პოსტში დაიწერა. ასევე ანა პეტროსიანი, სამოქალაქო აქტივისტი, წერს, რომ დაკავებულია ზურაბ ცეცხლაძე. შეგახსენებთ, ეს არის ზვია ცეცხლაძის მამა, რომელიც ასევე იმყოფება პატიმრობაში, ოღონდ ამ შემთხვევაში საუბარი არის პროევროპული დემონსტრაციების დაკავების საქმეზე. მას სისხლის სამართლის წესით აქვს მისჯილი პატიმრობა 2 წლითა და 6 თვის ვადით. დღეს ზურაბ ცეცხლაძე უნდა ყოფილიყო იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისის მერიასთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაიმართა დაკავებულთა მშობლების მიერ, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ასევე იწერება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებული არის დავით მშვენიერა უფლებადამცველის და ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების ერთ-ერთი დამფუძნებლის და წევრის გიორგი მშვენიერაძის შვილი. მეგობრებო, ყველას ვერ გპასუხობთ, კი დავით მშვენიერაძე ჩემი შვილია, დააკავეს, ისე როგორც ჩვენი სხვა შვილები, დები და ძმები არიან დღეს ციხეებში და საპატიმროებში. საქართველოს გაიმარჯვებს, ასეთი არის Facebook პოსტი, რომელსაც გიორგი მშვენიერაძე აქვეყნებს. აქვე ვრცელდება ინფორმაცია ანუკა გამსახურდიას დაკავების შესახებ, ის გუშინ აქტიურად იყო ჩართული გზის ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობაში და რამდენჯერმე მასა და სამართალდამცველებს შორის მოხდა გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა ადგილზე სიტუაცია მალევე განიმუხტა. მის Facebook პოსტზე მისი მეგობარი აქვეყნებს სტატუსს მისივე სახელით და ადვოკატი უკვე საქმის კურსშია. ახლა ვართ რამიშვილის სამმართველოში,
მზიურის პარკის მიმდებარედ არსებულ საპოლიციო განყოფილებაში სასამართლოში რომ გადაიყვანენ გაგაგებინებთ ინფორმაციას. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მის საქმესთან დაკავშირებით და პოლიტიკოსებიც არიან დაკავებულთა შორის, მათ შორის არიან პარტია დროას წევრი ნათია ლეთოდიანი, რომელიც საცხოვრებელ სახლთან რუსთავში დააკავეს და დაკავებულია ასევე პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი წევრი თენგიზ კირთაძე, ორივე მათგანს სავარაუდოდ ამავე ბრალდებით, ამავე დანაშაულის შადენას ედავება შინაგან სამინისტრო. თამარ ჩერგოლიშვილი ფედერალისტების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი წერს, რომ მცირეწლოვანთა დედები ყავთ ციხეში ტროტუარიდან გადმობიჯებაზე და ახლა მე თენგო კირთაძის დაკავებაზე ამბავი ავტეხო, არც სწორია და არც თენგოს მოეწონება. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით პოლიტიკურ პარტიებს მათთან დაკავშირებით არ გაუცელებია. ცნობილია, რომ ინფორმაცია დამატებით და არ დაუზუსტებია ოფიციალურად არც შინაგან სამინისტროს 22 ოქტომბერს ბოლოს მოისმინა საზოგადოებამ უწყების ბრიფინგიდან, რომ და განცხადებიდან, რომ დაკავებულია 20-ზე მეტი პირი, თუმცა ეს შეეხებოდა მხოლოდ 22 ოქტომბრის საპროტესტო აქციას. თავად სამოქალაქო აქტივისტები კი ამბობენ, რომ დაკავებულთა რიცხვი ბევრად მეტია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ შინაგან სამინისტროს მონაცემებს, სავარაუდოდ უწყება ან ბრიფინგით ან წერილობით გააუცელებს დამატებით განცხადებას. მანამდე კი გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში და ღამის განმავლობაშიც იმართებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილს ექიმს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღის ვადით, ასევე არაერთ მოქალაქეს შეუფარდეს პატიმრობა 14 დღიანი ვადით, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზეც გაათავისუფლეს ხდომათა დარბაზიდან აქტივისტები. ზოგიერთი აქტივისტის პროცესი კი სასამართლო დარბაზიდან დროებით გადაიდო იმის გამო, რომ შინაგან სამინისტროს არ მქონდა საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი, როგორც ეს მოსამართლე მახსნა. კახა კალაძე, ქართული ოცნების გენერალური მდივანიც გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და რუსთაველის გამზირის გადაკეთებას და მისი მტკიცებით ყველა ეს შემთხვევა და ყველა ეს საპროტესტო აქცია, მათ შორის გზის გადაკეტვის ნაწილში არის გარედან დაფინანსებული.